ასე დაიწყო ჩვენი ამბავი. ერთი ფოტოთი 7 იანვარს 2020 წელს. ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად მჯეროდა სასწაულების, თუმცა შობა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. რას ვიფიქრებდი, ეს დღესასწაული ორმაგად საყვარელი თუ გახდებოდა. ეს არის ლონდონი და ჩემი უკანასკნელი საათები მას შემდეგ, რაც სწავლა დავასრულე. აქ, სწორედ ვესტმინსტერის სააბატოსთან თხოვე ერთ-ერთ გამბლ სრულიად უცნობ ადამიანს გადაიღო ფოტო ჩემთვის. ფოტო დიდად კი არ მომეწონა, თუმცა ჩვენი კომუნიკაცია შედგა. 5 წუთში დავამშვიდობე, წავედი მიუზიკლზე, მეორე დღეს გამოფრინდი საქართველოში და აი წლების შემდეგ 2025 წლის აგვისტოში ჩვენს პატარასთან ერთად იმავე ადგილას გადავიღეთ ვიდეო. არ ვიცი დამეჯერებ თუ არა, მესმის რომ შეიძლება რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ფოტო ვთხოვე, ნამდვილად არაფერზე მიფიქრია, არც მას შემდეგ, რაც მასთან ვისაუბრე. საკონტაქტოს მართლაც რილობის გამო გავუზიარე, თან გამიხარდა, რომ საქართველოში იყო ნამყოფი 3 კვირით ადრე. დალაგებულ მშვიდ გაწონასწორებულ ადამიანს გავდა და შევთავაზეთ უკვე ოდესმე დაბრუნდები საქართველოში გამიხარდება თუ გაგიზიარებ ბევრ საინტერესო ადგილს მეთქი, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან მიყვარს ლაშქრობა და ბევრი ადგილი მაქვს საქართველოში ნანახი. ხა წარმოიდგინეთ, მე ბრუნდებოდი საქართველოში, ჩემი ვიზა დასრულდა. ჩემი ბოლო დღე იყო დიდ ბრიტანეთში, ბრუნდებოდი საქართველოში, უბრუნდებოდი საკუთარ სამუშაოს, ჩემს ძველ რეჟიმს. არც თუ ისე ღია ვიყავი ურთიერთობებისთვის, ამის ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა და ზოგადად ასეთი ზღაპრებისაც ნამდვილად არ მჯეროდა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მოლოდინებიც არ უნდა მქონოდა. შესაბამისად რაღაცნაირად ძალიან მშვიდად წყნარად მივიღე კომუნიკაციის ეს ფორმა, დიდად თავიდანვე არ მქონია კომუნიკაცია, რაღაცნაირად ნელ-ნელა მიეწყო ყველაფერი ერთმანეთს, მე უკვე კოვიდი იყო და დაახლოებით წელიწად ნახევარში ჩამოვიდა საქართველოში. მართლა არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, ადამიანი მყავდა 5 წუთით ნანახი. ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, იქნებ ის არ არის. იქნებ რაღაცნაირად საკუთარი წარმოსახვით შევქმნი ჩემთვის საინტერესო ადამიანი, მაგრამ ჩამოვიდა თუ არა და ჩავეხუტე, მივხვდი რომ კი ეს იყო ის ურთიერთობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი მართლა და თურმე არსებობს. არ ვიცი რა მოხდებოდა, რომ არა ჩემი ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება შემტანა განაცხადი გაცვლით პროგრამაზე, წავსულიყავი გლაზგოს უნივერსიტეტში. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო მეორე ბაკალავრიატი, ანუ დავიწყოთ იმით საერთოდ რატო ჩავაფარე მეორე ბაკალავრიატზე და თან არქეოლოგიაზე, როცა პირველი პროფესია ჟურნალისტიკა მაქვს. ამიტომ მგონია, რომ არაფერი არ ხდება უმიზეზოდ, რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, რომ არ ყოფილიყო ძალიან ბევრი წინაპირობა, რატომაც გადავწყვიტე წასვლა, რომ არ მომენდომებინა, რომ ბოლო დღეს ლონდონი კიდევ ერთხელ საბუზრუნო და ალბათ 100,000-ზე მენახა, ალბათ ვერ შეხვდებოდი რორის და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და არ გვეყოლებოდა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩვენი მაქსიმე. სწორედ ამ დღის მერე 2020 წლის 7 იანვრის შემდეგ დავიჯერე, რომ შობის სასწაული ნამდვილად არსებობს, რომ ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ამიტომაც იმედი არასდროს არ გადაიწუროთ. არ დაიჯერეთ, რომ სასწაულები არ ხდება, სასწაულები ნამდვილად ხდება და არასდროს არ შეეგუოთ საკუთარ ბედს, რომელიც არ მოგწონთ. რაც მთავარია, აქ და ახლა ვარ ბედნიერი. ნელ-ნელა მეც ვისწავლე აწმყოთი სიამოვნების მიღება, ამიტომაც წინასწარ ბევრსაც არ ვღელავ მომავალზე. მადლიერი ვარ იმის, რაც მაქვს და ჯერა რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემ თავს მოხდა, არის შობის სასწაული. შობას გილოცავთ.